მაშასე დავბრუნდით ჩვენ ეთერში და როგორც გითხარით, საუბრობთ ირაკლი სესიაშვილის ახალ ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც კანონში შევა ცვლილებები და თუ აქამდე ჯარისგან თავისუფლებოდნენ ყველა კონფესიის, ყველა რელიგიის სასულიერო პირები, ამ ცვლილებით ეს შეღავათი მხოლოდ მართლმადიდებელ სასულიერო პირობებზე შეიძლება გავრცელდეს. ამის მიზეზი არის ის, რომ მოგეხსენებათ გირჩმა ისარგებლა კანონის ამ ჩანაწერით დაარსა რელიგიური ორგანიზაცია ბიბლიური თავისუფლება და უკვე 15,000-მდე ახალგაზრდა გაათავისუფლა ჯარიდან. მერე რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა ადვოკატმაც დაარსა ასეთი ორგანიზაცია და ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ეს გახდა ფული შოვნის ახალი გზა ამ ადამიანებისთვის და ისინი აზიანებენ სახელმწიფო ინტერესებს. ირაკლი სესიაშვილი სამწუხაროდ არ არის ჩვენი სტუმარი, იმიტომ რომ ვერ მოიცალა დღეს, თუმცა გირჩის წარმომადგენელი იაგო ხვიჩია არის ჩვენი სტუმარი, მივესალმებ მას, გამარჯობა იაგო. როგორც ხედავთ თქვენს ამ ინიციატივის გამოძახილია ეს სესიაშვილის ინიციატივა, როგორ შეაფასებთ, რა სიტყვით რამდენად შეიძლება ამან იმუშაოს და ის რასაც თქვენ აკეთებდით დაასრულოს ეს პროცესები. ფაქტია რომ გვებრძვიან ამის თქმა შემეძლია ამ წუთას. ფაქტია რომ ქვეყნის კანონმდებლობაში შედის, კანონს ღებულობენ ერთი ორგანიზაციის წინააღმდეგ. ზოგადად, როდესაც ჩვენ ვიცით რომ კანონს აქვს ესე იგი მრავალჯერადი ხასიათი და ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ანუ ის არ შეიძლება მივიღოთ ერთი კონკრეტული ორგანიზაციის გამო. მაგრამ ამ წეს ფაქტობრივად აიგნორებენ, ანუ ზოგადად ასეთ წეს და ამის გამოც ჩვენ მიგვაყოლეს სხვა რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც ასე მოკლედ დისკრიმინაციული ნორმა შემოიტანეს პარლამენტში იმისთვის, რომ თქვენი რელიგიური ორგანიზაცია გააჩეროთ. ჩვენ არადა დაფუძნების დღიდანვე გვქონდა შეთავაზება. ჩვენი რელიგიური ორგანიზაცია იმ ნაწილში, რა ნაწილშიც ახლა ფუნქციონირებს, ანუ მსახურებს აკურთხებს, რომ ისინი ჯარში არ წავიდნენ. ამ თვალსაზრისით კონკრეტული წამალი არსებობს და თავიდანვე თავაზობდით ამას ხელისუფლებას. ეს წამალი არის ის, რომ გააუქმოს სავალდებულო სამხედრო სამსახური. შესაბამისად, რო იძახიან ქართულ ჯარს აქცევს ვიღაც ორგანიზაციები შეიქმნა ასე შემდეგო. მარტივად თუ გაუქმდება სავალდებულო სამხედრო სამსახური, არანაირი ისინი ამბობდა, რომ კორუფციას და რაღაც ფული შოვნის წყაროდ იქცა გირჩისთვის, იმიტომ უფასო თქვენ არ არიგებთ. ხო, რა თქმა უნდა, მოდი დღეს დავთვალეთ, გეტყვით ინფორმაციას. ფულსახტევინებ ხალხს მარტივად. გეტყვით. საშუალოდ დავთვალეთ, ხო, გვაქვს რაღაც X რაოდენობის მოწყობა გაცემული. გვაქვს გაცემული და აღებული X რაოდენობის თანხა. უბრალოდ დღეს დავთვალეთ. მოწყობა რა ღირს თქვენთან? ხო, საშუალო ფასი გამოვიდა ასამდეო. გეტყვით ახლა, საშუალო ფასი გამოვიდა 10-დან 12 ლარამდე. ანუ თეილ რაც გაგვიცია, აქედან ზოგი გაგვიცია, მაქსიმუმი სხვათა შორის მოიტყვა 20-დან 100 ლარამდე ახდენებდნენ, რომ მაქსიმუმი იყო 50 ლარი. შესაბამისად, წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ადამიანებს საშუალო ფასი რო ავიღოთ, ხა 50-იანი ავიღოთ თუ გინდათ, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ საშუალო ფასი რაც გაცემული არის 10-დან 12 ლარამდე, ეს ავიღოთ და ამის სანაცვლოდ იგივე მომსახურეობას რამდენად სთავაზობდა მთავრობა? 2000 ლარად. ანუ ჩვენ ფაქტობრივად გადავადებას გულისხმობთ ჯარიდან. კი, რა თქმა უნდა. ერთი წლით გადავადება 2000 ლარი ღირს ოფიციალურად ხელისუფლებას შევადავთ. ხელისუფლებას უცან. ოღონდ ის არის გადავადება, მაგრამ არა გათავისუფლება ბოლომდე. ხო, მე მაინც მოგიწევს ჯარში. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ანუ თუნდაც ეს ავიღოთ, ანუ თუნდაც ერთწლიანი გადავადება ავიღოთ. 2000 ლარი ჯდებოდა სესიაშვილის მიერ მოწონებული ფასით. გირჩს დააბრალა 20-დან 100 ლარამდე. გეუბნებით, რომ მაქსიმუმი 50 იყო, ამის მეტი არასოდეს არავის არ გადაუხდია. მაგრამ საშუალო ფასი იყო 10-12 და უბრალოდ ერთი ადამიანიც არ არსებობს ბუნებაში ისეთი, რომელიც ჩვენ ჯარში გაგვიშვია, იმიტომ რომ ფული არ ქონდა. ანუ ფაქტობრივად ამიტომ ვართ გამართული, ამიტომ ვართ მართლები სინამდვილეში და ამიტომ საუბრობენ აი ასეთი მითი რაღაცა უცნაური ენით თითქოს ჩვენ კორუფციაში ვიყოთ. კორუფციას გირჩი ვერ იქნება კორუმპირებული. გირჩს უბრალოდ არ შეუძლია იყოს, არ არის ასეთი ტიპის უნარი არ გააჩნია, იმიტომ ჩვენ არ ვართ სახელმწიფო უწყება. შესაბამისად არ არსებობს ეგეთი დაშვება რა, დაშვებითაც ჩვენ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, რომ კორუმპირებული ვიყოთ. თუმცა დღეს ზურაბ ჯაფარიძემ ახსნა რა არის კორუმპირებული, ზოგადად რა შეიძლება იყოს კორუფცია თვითონ ამ სიტყვების ავტორის მაგალითზე. და ნუ დღეს ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ, მაგრამ როდესაც ხარ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტში და შენი შვილი არ მიდის ჯარში, შენი შვილს არ აქვს ჯარი, უბრალოდ საჯარო სამსახურშია მეორე კურსიდან და ჯარში არ წასულა. როდესაც ყავს პარლამენტის წევრები და არც ერთი მათგანის შვილი არ არის ჯარში ნამყოფი. როდესაც ყავს მინისტრები და მათი შვილები არ დადიან ჯარში, უფრო მეცაც გეტყვით. პოლიციის უფროსი შვილებიც რო გამოვიკვლიოთ, ისინიც არ იქნებიან ჯარში თავის სრული თუ გამგებლები. არც გამგებლები, რა თქმა უნდა, არც გამგებლების შვილები. ანუ ფაქტობრივად ჯარში დღეს დადის უპატრონო ხალხი, ვისაც პატრონი არ ყავს და ფული არ აქვს.
და აი ასეთ ადამიანებს ეხმარებოდა და ეხმარება ბიბლიური თავისუფლება. ასეთ ადამიანებს ეხმარება იმ ფასად, რა ფასიც მე გითხარით. შესაბამისად, რაც უნდა ილაპარაკოს ირაკლი სესიაშვილმა, ეს ამბავი არ გამოვა ასე, ჩემი აზრით. მე არ მჯერა, რომ ეს კანონპროექტი ძალაში შევა. იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ჩემი აზრით ხელწამოსაკრავი ხალხი. ჩვენ შეგვიძლია წინააღმდეგობის გაწევა და ჩვენ ვართ მართლები. მართლები ვართ საქართველოს მოსახლეობასთან. მართლები ვართ იმ ხალხთან, რომელიც სარგებლობდა და სარგებლობს ჩვენი მომსახურეობით. მაგალითად, გეტყვით, ჩვენ მართლა ვინმე რო არ იფიქროს, რომ გირჩი თავის ხარდამჭერებს ტოვებდა ჯარიდან. ჩვენთან მოდიოდნენ და ჩვენ ვეხმარებოდით ყველა არც კი ვკითხულობთ, რომელი პოლიტიკური პარტიის ხარდამჭერი, არც კი ვკითხულობთ რა ეთნოსის წარმომადგენელია, რა რელიგიის წარმომადგენელია. ზოგადად თემა თემაში რო შევიდეთ უფრო შინაარსში, ჯერ ამ კანონპროექტზე მითხარით, თქვენ როგორც იურისტის მოსაზრება, რასაც სესიაშვილი გვთავაზობთ. ის ამას, წარმოგიდგენთ ხა გამოყოს უნდა ერთი რელიგიური ორგანიზაცია. ის ამას ამართებს კონკორდატით და საკონსტიტუციო შეთანხმებით და ამბობს, რომ ეს არ არის დისკრიმინაცია, იმიტომ რომ კონკორდატით ისედაც უპირატესურ მდგომარეობაშია მართლმადიდებლური ეკლესია ჩაყენებული. და რა თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? ამაზე ნამჟელი აქვს, ჩვენ დავდეთ, უბრალოდ ახლა ვეძებდი და ვეღარ მოვასწარი. ჩვენ დავდეთ გირჩმა ჩვენს Facebook გვერდზე საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობიდან ამონარიდი. როდესაც ის განმარტავს, რას ნიშნავს კონსტიტუციაში მითითებული სიტყვები მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ. და საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ შეუძლებელია ეს სიტყვები ვინმე საპატრიარქოს ანიჭებდეს პრივილეგიას და ის გამოარჩევდეს მას სხვა რელიგიური ჯგუფებისგან. გამორჩევა და პრივილეგია მხოლოდ ერთი ეკლესიური ჯგუფის ნებისმიერი სხვადასხვა ჯგუფისთვის თავისთავად არის დისკრიმინაცია და ამაზე არავინ არ კამათობს. არასამთავრობო ორგანიზაციები გაერთიანდნენ დღეს. მე ხო ვერავინ ვერ დამაბრალებს იმას, რომ მე ვარ არასამთავრობო ორგანიზაციების მეგობარი და რა ვიცი, ჩემ ჭკუაზე დადიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ან მე დავდივარ მათ ჭკუაზე. მაგრამ ვინმე დარჩა ისეთი, რომელმაც არ თქვა, რომ ეს დისკრიმინაცია იყო. ნებისმიერი ადამიანი ერთი შეხედვითაც კი ხვდება, რომ საუბარი არის, რომ ყველას არავის არ აქვს უფლება გარდა მართლმადიდებელი სასულიერო პირებისა. მართლმადიდებლებისა კი არა, როდესაც თავიდან ამბობდნენ, რომ მართლმადიდებლებს გაუწიეთ ჩვენ რაღაცა შეგავთ. მართლმადიდებლებს კი არ გაუწიეთ. მართლმადიდებლები ჩვენი მღვდელმსახურების 80%-ზე მეტი მართლმადიდებელია, იგივე პროცენტულობაა, რაც საქართველოს მოსახლეობაში ჩვენი უფლებისაც. მაგრამ ამ ადამიანებს კი არ გაუწიეს ამ ცვლილებით რაღაცა შეღავათი, არამედ მართლმადიდებელ იერარქებს, მათ სასულიერო პირებს, რომელიც, რა ვიცი, ზოგი შეიძლება წმინდა სინოდის. დღეს ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ეს ინიციატივა საპატრიარქოდან მოდის. მე მგონია იტყოდა, რომ თავრობიდან მოდის, თქვათ, თავდაცვის სამინისტროდან მოდის და რატომ საპატრიარქოდან? იმიტომ რომ საპატრიარქო შემჩნეულია ბიბლიური თავისუფლების იძულში ზოგადად. ჩვენ მახსოვს, რომ თავის დროზე იძახდნენ, რომ ადამიანები, რომლებიც ამ გზით არიდებენ სამხედრო სამსახურს, მონობას თავს არიდებენ, ისინი, რა ვიცი, დაიწყეს იქიდან, რომ ვერ ცხონდებიან და დაამთავრეს იმით, რომ, რა ვიცი, ჯვრისწერის უფლება არ ექნებათ თუ რაღაც საეკლესიო. იმიტომ რომ სხვა რელიგიაში გადადიან ხა, თქვენ ფაქტობრივად ადამიანებს უცვლით რელიგიას, ხო? ხო, მე გეტყვით, მაგალითად, ჩვენი მრევლი ეგრეთ წოდებული არის მღვდლების შვილები, სასულიერო პირთა შვილები, იმიტომ რომ ისინი ჯარში არ წასულიყვნენ. ჩვენ მართლმადიდებელი მღვდლების შვილები მოვიდნენ თქვენთან? რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი და ადამიანების დიდი ნაწილი ვინ ჩვენთან მოდიან თავს მართლმადიდებლად თვლიან და ისინი არიან მართლმადიდებლები. მე რა უფლება მაქვს თქვა, რომ ისინი მართლმადიდებლები ახალი რელიგიის მღვდელმსახურები ხდებიან. არა, ისინი ჩვენთან მოდიან კონკრეტული მიზნით და ჩვენ ყველას გვესმის ამის შინაარსი და თავს არ ვიტყუებთ. რა რისთვისაც ნათლობის რიტუალს არ ატარებთ, ხო? ნათლობის რიტუალი ისეთია, როგორიც ჩვენ გაგვიხარდება ზოგადად, მაგრამ მე არ მგონია, რომ ამის გამო ადამიანმა დაკარგა თავის სარწმუნება, რითაც მას მართლაც წამდა რაღაცა. და მე ვერ ვაკადრებ ამ ადამიანებს, მართლა ჩემთან მოსულ ადამიანებს ვერ ვაკადრებ, რომ მათ იმის გამო, რომ ჩემთან ჩვენი მომსახურება მიიღეს, ამის გამო საკუთარ რწმენაზე თქვეს უარი. ჩვენ ასეთი რამე არავისთვის არასოდეს არ გვიკადრებია, ეს არასოდეს არ დააგვიშვია. ამას ამბობენ ჩვენი მტრები ზოგადად, ანუ გასაგებია, მაგრამ ფორმალურად ხო ასე გამოიცა, ორი ეკლესიის მსახური ხო ვერ იქნება, ხო? ჩემი აზრით, ხსები ბიბლიური ეკლესიის მსახური, მაშინ ხარ ბიბლიური ეკლესიის მსახური და არა მართლმადიდებლური ეკლესიის. იცი რა არის, მე მგონია, რომ ზოგადად წვენი საკითხები უფრო რთული და კომპლექსური ამბავია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება მიაჩნდეს ვინმეს. და ჩემი აზრით, ვერც ერთი ადამიანი ვერ დაკარგავს რწმენას სამართლებრივ პროცედურებში მონაწილეობით. რწმენის დაკარგვა, სხვა რწმენაზე გადასვლა სულ სხვა სულიერი პროცესია ადამიანის და ეს სულიერი პროცესი ბიბლიური თავისუფლების ოფისში ჩვენ არ შეგვიმჩნევია. ამიტომ მე არ მგონია, რომ ეს იყოს სერიოზული ბრალდება. ამის გარდა ზოგადად ჩვენი მომხმარებლები, ჩვენი მრევლი, როგორც გინდა დავარქვათ, იყვნენ ადამიანები
თავდაცვის სამინისტროდან კომისრების, ვიცი, ახლო ოჯახის წევრები, ახლობლები, პოლიციელების ოჯახის წევრები. არ არსებობს ამ ქვეყანაში ჯგუფი, რომელიც რომლის წარმომადგენელიც ჩვენთან არ ყოფილა. 15000 ძალიან დიდი რიცხვია. მე არ მეგონა ამდენი ადამიანი თუ აკურთხეთ მღვდლად და გაათავისუფლეთ ჯარიდან, მაგრამ საინტერესოა რას ფიქრობთ იმ არგუმენტზე, რომელიც ბევრს აქვს ხათაშორის და მოსახლეობაშიც ძალიან პოპულარულია, რომ თქვენ ანგრევთ სახელმწიფო ინტერესებს და ადამიანებს ხელს უწყობთ დეზერტირობაში და სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგებით, იმიტომ რომ ჯარში უნდა წავიდეს ახალგაზრდა და მოიხადოს სავალდებულო სამსახური. ჩემი აზრით საქართველოს ამ ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ადამიანს შეიძლება ვანდოთ ისეთი მნიშვნელოვანი საქმე, როგორც არის ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოება, ისე რომ ამ ადამიანს გაქცევა უნდა ერთი სული აქვს, როდის არიდებს თავს სამხედრო სამსახურს. ასეთი ადამიანი თქვენ რო არ გინდოდეთ ფეხბურთის თამაში და ძალით რო გათამაშოთ ვინმემ. თქვენ კარგი ფეხბურთი არ არის ქვეყნის დაცვაზე. არა, რა თქმა უნდა, კაცმან, ნებისმიერ ფეხბურთის თამაში რო ძალით რო გათამაშოთ, რო არ გინდოდეთ. გამოგივათ? იმის კი არა, რომ უფლება აქვს თუ არა ვინმეს. ანუ გამოგივათ ადამიანს, რა ვიცი, თუ არ უნდა რაღაცის კეთება, ის გამოუვა, ამაზეა კითხვა. და წარმოვიდგინეთ, რომ ჩვენ ადამიანებს ძალით სამხედრო სამსახურში მიყვავს და ვამბობთ, რომ თქვენ უნდა დაიცვათ სამშობლო. და მე მეუბნებიან, რომ იცი რა, უნდა დავიჯერო, რომ თუნდაც ადამიანს, რომელიც ძალით არის წაყვანილი სამხედრო სამსახურში, შეუძლია ჩემი ქვეყნის დაცვა და უსაფრთხოება. ასეთი ტიპის ჯარს მასაღებენ როგორც თავდაცვის საშუალებას. მე ეს ირაკლი სესიაშვილი ამბობდა, რომ დღეს ბოლო დროსო ბევრი ნატოს ქვეყანაც კი დაუბრუნდა სავალდებულო გაწვევას, რომელიც არ გაუქმებული ქონდა და ბოლოს დაუბრუნდნენ და მიხვდნენ, რომ ამის გარეშე არ გამოდის ბევრი რამ. მე არ ვიცი ეგეთი რომელ ქვეყნებს გულისხმობდა, თუმცა ჩემთვის ეს არგუმენტი არ არის. ანუ მე როცა ვხედავ აბსურდს, ვერც ერთი ჩემი თვალი არის ჩემთვის ყველაზე დიდი მტკიცებულება. არ არსებობს ჩემს თვალზე და ჩემს გონებაზე უკეთესი მტკიცებულება, რომელიც მე თქვენ შემიძლია წარმომიდგინოთ. მე დავინახე მაგას გეტყვით. მე დავინახე ის, რომ გუშინ წინ წვევამდელი ცემეს სამხედრო დაწესებულებაში. ფულის გამო. ანუ ფაქტობრივად საბჭოთა ჯარი გვაქვს აწყობილი ქვეყანაში და ამ ნაცემმა გამოიტანა მეორე ნაცემი თუ დაჩაგრული ადამიანის წერილი, რომელიც შველას გვეხვეწებოდა ჩვენ. მესამე დღეს ვნახეთ, რომ მშობლები იდგნენ კართან და ითხოვდნენ მათი საკუთარი შვილების ნახვას, რომელიც ჯარში გონიათ. და რეალურად ხო ვიცით, რომ ეს ხალხი, ვინც საქართველოს ჯარი გაიარა, არაფერ შუაში არ არის, რომ საომარ მოქმედებებთან რო არაფერ შუაში არ არიან. ისინი შუაში არიან ციხეს ვიშკაზე დგომასთან. ციხეში ისინი შუაში არიან ყარაულობასთან. ახალი ინიციატივით პენტენსიურ სისტემაში აღარ გამწესდებიან. ხო, რა მნიშვნელობა აქვს ახლა, რომ აღარ დადგებიან ადმინისტრაციულ ორგანოს დაცვა რო ხარ და პენტენსიურ სისტემის დაცვა რო ხარ, რა განსხვავებაა? დაცვა რო ხარ, დაცვა ხარ, მიხვდით და. ხო, ანუ თავარი პრობლემა ისაა, რომ ჯარში კი არ მიყავთ, ესენი რეალურად ყარაულად მიყავთ. ხო, რა თქმა უნდა, ყარაულად მიყავთ და ჩემი აზრით ჯარშიც რო ყველაფერი რიგზე გქონდეს. ერთ კომპონენტს თუ დავამატებთ, რომ იქ ხალხი თანამშრომლები იძულებით დადიან. ანუ წარმოგიდგენთ, აგერ ეთერში თქვენ ზიხართ კავკასიაზე და თანამშრომლები დადიან, ოპერატორები, ვიღაცები დადიოდნენ იძულებით. იცოდეთ, რომ ბატონი დავით აკუბარდია, რა ვიცი, პოლიციის ძალით ამუშავებს ხალხს. ხო არ იქნება ეს ჯანსაღი წესრიგი და როგორ შეიძლება ყველაზე სათუც სფეროში, როგორც არის ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოება, არაჯანსაღი წესრიგი გამოვიყენოთ და ბრიყმებით გვეგონოს რომ ეს საკონტრაქტო ჯარზე საუბრობთ ჩვენ, თუ არ ყოფნის რესურსი სახელმწიფოს და უნდა შეშერეული იყო. ამდენი ფული არ ყოფნის, რომ კონტრაქტიკებს გადაუხადოს, რეკრუტებს გადაუხადოს ხელფასი, ხო? მე ყოფილ ვარ ისეთ პარლამენტის ხდომაზეც, კომიტეტის ხდომაზეც, სადაც ადამიანს რომელსაც ევალებოდა დაეთვალა რამდენზე იყო საუბარი, გითხრა რომ თუ არ ცდები 40 თუ 50 მილიონი იყო ეს. და ეს არის 40 თუ 50 მილიონის ეკონომიას აკეთებსო, აი ეს წესრიგი რო გვაქვსო. და 40 და 50 ხო, იქ ვიღაცას დაცვაში უნდა დააყენო, ხელფასი უნდა გადაუხადო. აგერ მუქთა ხალხი. წარმოიდგინეთ 40 და 50 მილიონი არის, რა ვიცი, ერთი სამინისტროს, დიდი სამინისტროს პრემიებზე გაცემული ფული, მართლა. და ჩვენ ეს ფული გვენანება ადამიანი და არ გვენანება ადამიანის თავისუფლების ერთი წელიწადი. ადამიანის სიცოცხლის ერთი წელიწადი და მე ყოფილ ვარ გასულ წელს ზაფხულში გადავწყვიტე რომ გამეცნო ჩვენი მრევლი, ანუ ბიბლიური თავისუფლების ხალხი მიცმოდი და გამეცნო პირადად. ერთი თვის განმავლობაში ხვდებოდი ყოველ დღე 40-50 ადამიანს და მათ ველაპარაკებოდი, მათ პრობლემას ვისმენდი. და უბრალოდ მაშინ გავიგე პირველად თუ რა საქმეს ვაკეთებდით.
და რას აკეთებდა ბიბლიური თავისუფლება. მე დავინახე ადამიანები, რომლებიც ერთადერთი მარჩენალი იყვნენ ოჯახში და სადღაც მუშაობდნენ. და იმიტომ რომ კომისარს გეგმა შეესრულებია, ჯარში მიყავდათ და მთელი ოჯახი. მათ შორის ავადმყოფი, დედმამით, ყველაფრით, დედის ერთები არ მიყავთ ისედაც როგორც. არა, დედას ერთები არა, დედის ერთა შეიძლება არ იყოს, მაგრამ ერთადერთი მარჩენალი იყოს ოჯახში. მე მოვისმინე ისტორიები, ანუ ადამიანის ისტორიებით ვარ შეიარაღებული, ვინმეს თუ ეს აინტერესებს, რა ტიპის ადამიანები გვყავს ჩვენ საბოლოო ჯამში გადარჩენილი. ჩვენ გვყავს გადარჩენილი ყველა პროფესიის ადამიანები, ყველა სექსუალური ორიენტაციის და პოლიტიკური კუთვნილების მქონე ადამიანები, ყველა რელიგიური მწამსის მქონე ადამიანები. აქედან გამომდინარე ჩვენ, ანუ მე მათთან ყველასთან გულწრფელად ვილაპარაკე, თვალებში ვუყურებდი ამ ადამიანებს და ესე ვილაპარაკებოდი. და ზუსტად ვიცი, მათი განწყობაც და ჩემი განწყობაც მე კარგს ვაკეთებდი თუ ცუდს, ჩვენ ჩემი ორგანიზაცია. აქედან გამომდინარე, ეს ფარისევლობა, რასაც ახლა ჩვენ გვტენიან და თითქოს გვეუბნებიან, რომ სამშობლოზე ზრუნავს ირაკლი სესიაშვილი და ვიღაცეები. ფაქტობრივად ეს რო გავიდეს, მე არ მჯერა რომ ეს გავა, მაგრამ ეს რო გავიდეს, გავა გაუქმების გარეშე, თუ გაუქმდება სავალდებულო სამხედრო სამსახური, ყველაფერი იგზეა. ამ შემთხვევაში არაფერი პრეტენზია არ იარსებებს. თქვენი ეკლესიას გაუქმდება თუ სავალდებულო სამსახური გაუქმდება. რა ვიცი ხა, თუ სხვა რამე გახდა, ანუ რელიგიური ორგანიზაციით ბრძოლა თუ გახდა საჭირო სხვა უფლებების რეალიზებისთვის, ამაზე გადაერთვება ბიბლიური თავისუფლება. ამ ნაწილს შეეშვება თუ ამაზეა საუბარი. მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ არავის ამ ქვეყანაში, გარდა ირაკლის სესიაშვილისა, გარდა საპატრიარქოსის სიტყვაზე და რამდენიმე თანამდებობის პირისა, ვისაც შეუძლია საკუთარ ოჯახის წევრებს არიდოს სავალდებულო სამხედრო სამსახური. არავის არ აწყობს ამის გაუქმება, არ აწყობს არც პოლიციელებს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ყავს გათავისუფლებული თავის დროზე. ანუ არავის არ აწყობს ასეთი თავისუფლების რაღაცა ტოტის მოჭრა, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენთან აგზავნიდნენ, მათ შორის ქართული ოცნებიდან, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან ხალხი ჩვენთან აგზავნიდნენ თავიანთ ნაცნობებს, ნათესავებს, მეგობრებს, იმიტომ რომ იცოდნენ რომ დავეხმარებოდით. და რა ვიცი, ზოგი შეიძლება ვიღაცასაც თხოვდა. ხო, ბევრი კი საერთოდ უნივერსიტეტში აგრძელებს და აგრძელებს სწავლას, რომ არ მოუწიოს. ხო, ანუ 27 წლამდე სტუდენტები არიან. წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც ადამიანები გადავარჩინეთ ყველა ფულის ყრას ასევე საუნივერსიტეტო დაწესებულებებში, რომ არაფერს სწავლენ ხალხს არ უნდა და უბრალოდ ჯარჯონდა ერდებიათ თავი. აი ასეთი, ანუ ჩვენ იმიტომ ვართ მშვიდად, რომ ჩვენ გვინახავს საკუთარი თვალით თუ რა შეიძლება მოხდეს, დაუშვათ რომ ეს ადამიანები მართლა ჯარში გაიწვიონ ახლა სავალდებულო წესით, ეს რომ მართლა აღსრულდეს. მე ვხედავ შეუძლებლობას ამ მოცანის, იმიტომ რომ მე თვითონ მინახავს ეს ადამიანები, თუ რას გველაპარაკებოდნენ და თან როგორ გველაპარაკებოდნენ იმაზე რომ აი მათ შორის კომისრების შესახებ გველაპარაკებოდნენ, მათ დამოკიდებულების შესახებ გველაპარაკებოდნენ. მოკლედ საკმაოდ დიდი ინფორმაციით ვართ შეიარაღებული და როდესაც საპარლამენტო თუ კომიტეტო გახილვები დაიწყება, მე ვაპირებ რომ მივიდე საქართველოს პარლამენტში, თვალებში ჩავხედო ამ ხალხს, რომელიც ადამიანებს მონობისთვის იმეტებს, დავიმახსოვრო ყველა მათგანი და რა ვიცი, ყველა მათგანის ოჯახის ისტორია გამოვიკვლიო. სახლში რა ხდება? ყავს 17-დან 18-დან 27 წლამდე ვაჟი, ან ცოტა უფროსი, რომელმაც გაიარა თუ არა სამხედრო სამსახური. ერთადერთი მე ირაკლი ალასანია მახსენდება. მაღალი თანამდებობის პირებიდან, რომელმაც საკუთარ შვილს წაიყვანა ჯარში, როცა ის თავდაცვის მინისტრი იყო. რა თქმა უნდა და მინდა ვამხილო ფარისევლობა უნდა ვაჩვენოთ ქართული პოლიტიკური სპექტრის, იმიტომ რომ კარგი რო იყოს, თუ კარგი გინდა ქვეყნისთვის და რასაც აკეთებ, ახლა რა ვიცი, თუ ფიქრობ რომ ეს სწორი და სამართლიანია, ეგ ჩემი შვილისთვის რატო უნდა გინდოდეს, ხო, პირველად ხო ეს უნდა გინდოდეს საკუთარი შვილისთვის და მინდა მკითხო ამ ხალხს, რომ მათი შვილები რატო არ იყვნენ ჯარში დამყოფი, ან რატო არ არის, რატო არ უნდათ და რატო თუ დაუჭერენ ხარს, რატო უჭერენ ამ კანონ პროექტს, რა მორალური გამართლება აქვს ასეთ ქცევას, ხო და ჩვენ არა ვართ ყველაზე ისეთი, რა ქვია, ყველაზე კეთილი ხალხი, როდესაც საქმე ეხება ადამიანებს, რომლებიც თავისუფლების მტრები არიან. ჩვენ გამოვიყენებთ გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების ყველა ფორმას. ჩვენ ვაჩვენებთ საზოგადოებას, თუ ვინ არიან საქართველოს პარლამენტის წევრები და ისე გახდება ჩემი აზრით, რომ ყველა მათგანი, ვინც ამ კანონ პროექტს დაუჭერს მხარს, სათითაოდ იქნება გამოკვლეული, სათითაოდ იქნება შესწავლილი და ჩემი აზრით ისინი ინანებენ
მსგავს გადაწყვეტილებას. ამაში მდგომარეობს, ჩემ მართლები ვართ, ამაში მდგომარეობს ჩვენი ძალა. და როცა მეც ვფიქრობ, რომ შეიძლება უმრავლესობის წევრებმაც არ დაუჭირო მხარი ამ კანონ პროექტს. მე მგონია, რომ არ დაუჭირო რელიგიური დისკრიმინაციის გამო. არა, რელიგიური დისკრიმინაციის გამო არა, ჩემი აზრით, ისინი ხარს არ დაუჭერენ იმის გამო, რომ გასაგები გახდება, რომ ამის მერე მათ საკუთარ სამეგობროში, საკუთარ სანათესაოში, სხვა ახალგაზრდებთან, რომელიც გაიმეტეს მონობისთვის, უბრალოდ ვერ გამოჩნდება. არც ისინი პოლიტიკოსები არიან, მათ ამორჩეულთან შეხვედრა ჭირდებათ. დიდი მადლობა, იაგო ხვიჩია, გირჩის წარმომადგენელი იყო ჩვენი სტუმარი, ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა.